ზოგადად ჩემთვის ღვინის გასინჯვას რაღაცა მიზეზი არ ჭირდებოდა დალევას თითო ჭიქა ყოველთვის მომწონს და სიამოვნებს. შეიძლება სრულიად ესე მარტო სახლში მომინდეს ერთი ჭიქის დალევა. ძალიან მიყვარს თუ კი საშუალება არის იმ წუთას სადღაც გამგზავრება. აი ახალი ქვეყნის შეცნობა, ახალი ქალაქის მარტო იმიტომ არა რომ რაღაც ახალს ნახულობ და ათვალიერებ. ეს არის ყველა ქალაქს თავისი ტემპორიტმი აქვს. გარდა იმისა, რომ სხვა კულტურა, სხვა ადათ-წესები, სხვა ჩვეულებები და სხვა ცხოვრების სტილი ყველაფერს თავისი განსაკუთრებული გემო აქვს. აი ღვინოსაც მაგალითად. რამდენჯერმე რთველშიც ვიყავით ამ პატიჟეს და ღვინოც დამაწურინეს. ძალიან საინტერესო პროცესია. ვიცი, რომ ვენახში რგავენ ვარდს. ოღონდ რგავენ იმიტომ, რომ თუ რაიმე დაავადება გაჩნდა, ვთქვათ, პირველ რიგში ვარდზე აისახება ის და მერე სასწრაფოდ უნდა შეიწამლოს და მოევლოს სპეციალურად ვენახს. რომ ვენახს აღარაფერი დაემართოს. აი ეს დაავადებას პირველი თავის თავზე იღებს ვარდი და რატომღაც გონია, რომ თუ მეჩვენება შეიძლება ესეც არის, რომ რაღაცა ვარდის არომატით დაკრავს ხოლმე ხანდახან ესე. თვითონ აი ამ ვენახის მოვლასაც რაღაცა ძალიან ისეთი ცოცხალი ორგანიზმივი თვლიან. საფრანგეთში მონპელიეს გარეუბანში ვიყავი. სადაც თვითონ მე პატრონე გვეუბნებოდა, რომ მუსიკას რთავს, კლასიკურ მუსიკას ასმენინებს მთელ ვენახში აი ეს ისმის საოცარი ეფექტი იყო ეს, რომ რატომ მეთქი და მოქმედებსო და ძალიან კარგად იზრდება. შეიძლება თვითონ ჯერო და ამისი, შეიძლება მართლა რაღაცაზე მოქმედებს, მაგრამ აი როგორც ცოცხალ არსებას, როგორც შვილს ისე უვლიდა და ძალიან საინტერესო იყო, არჩევლები ღვინო იყო იქაც. ეს არის ტვიში, რომელიც ცოტა აი რაღაცა ხილის თუ რაღაცა ციტრუსის არომატი აქვს, არ ვიცი მე ესე ვერ ვერკვევი კარგად, მაგრამ ჩემთვის ამ ასოციაციას ტოვებს, რომ რაღაცა ტროპიკებში წავედი. მე ხლა აქ მაქვს კიდევ ნაბერაულის საფერავის ძელშავი, რომელიც არ ვიცი ჯერ არ გამოსინჯა. ეს რაღაცა დიდი მწოდნე არა ვარ, მაგრამ ეს აშკარად კენკრაა. ღვინო უნდა დაილიოს, როცა ხარ კარგ ხასიათზე, ამის განწყობა როცა გაქვს და პირიქით ეს განწყობასაც ეხმარება. ღვინით განწყობის მოყვანა არ მგონია სწორი გადაწყვეტილება, ამიტომ ღმერთმა მოგცეს განწყობა ყოველთვის ღვინის დასალევად.